აი გაპროტესტება გვინდოდა ელემენტარული პატარა ურმით შემოგვეტანა პოლიტპატიმრების სახელი გვარები და როგორი შეშინებული არიან, როგორ სამარცხვინოთ იქცევიან. იცი როგორ გაოგნებული ვარ, მამაკაცები არიან ბოლოს და ქართველები ქვია ხო? ასე რამ დაამუნათ, ასე რამ შეაშინათ. ქვეყანაზე ქვეყნის გადასარჩენად ერთად უნდა ვიბრძოლოთ და ერთ კაცს გადაყვა მთელი სისტემა, სასამართლო, პროკურატურა, მანდატურები. მათ ნაცვლად მცხვენია მე. არაფერი არ დაუტო ამ ბიძინა ივანიშვილმა მანდატურებას, ღირსებას, ადამიანებს ყველაფერი ერთად წაართვა. მაგრამ მათი ბრალიც არის. ნუ დაამცინებინებ თავს, დაწერე განცხადება და წადი. ყველამ ასე რომ გააკეთოს, ასე კი ვერ დაგვაჯდებიან თავზე. ეს სისტემა აუცილებლად უნდა შეიცვალოს და გავიმარჯვებთ სახელოვნად, ნამდვილად, ცოტა ადრე თუ გვიან აუცილებლად ვიბრძვით. ჩვენ დედები ნამდვილად ვერ გავჩერდებით ბრძოლა ბოლომდე. შემოსვლის მერე რა თქმა უნდა მოწოდებები იყო და შევახსენეთ როგორი უსამართლო სასამართლოა, როგორი უღმერთოები არიან. ამ მოსამართლეებს ვერთმა მისცეს ისეთი გული ადამიანური და დაანახონ ეს ბავშვები როგორი მართლები არიან და სინდისის კენჯინისგან ღამე მშვიდად არ აძინონ. არ ეძინონ ღამე მშვიდად რა საშინელ გადაწყვეტილებებს იღებენ და ყველა ეს მათი უსამართლო გადაწყვეტილება ბუმერანგივით შეუბრუნდნენ სათითაოდ მათი ოჯახის წევრებს. სხვა გზა არ დამიტოვეს, წყევლაზეც გადამიყვანეს.